ახლა დაფუძნებული კოალიცია თავისუფალი ბიზნესისთვის 4 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიცია ღია საზოგადოება საქართველოს ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანია შეისწავლოს ის ფაქტები, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებს. მონიტორინგის პროცესში კოალიცია შეისწავლის ელიტური კორუფციის შემთხვევებს, კერძო კომპანიებზე სახელმწიფოზე წოლის ფაქტებს, იმ კომპანიების მფლობელებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იგებენ სახელმწიფო ტენდერებს და საქართველოში ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის არსებულ პრაქტიკას. მონიტორინგის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. ბიზნესის წარმოწყვეტა მართლაც ადვილია და რეგისტრაცია ერთ დღეში ხდება. თუმცა ბიზნესის წარმოების დროს, ბიზნესის კეთების დროს უკვე არსებობს მთელი რიგი პრობლემები. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრა გვინდა რომ ბიზნესის კეთება მაქსიმალურად ადვილი იყოს ქვეყანაში და გარემო ბიზნესისათვის იყოს მაქსიმალურად სამართლიანი, გამჭვირვალე და კონკურენტულარიანი. საქართველოს ახალგაზრდათა ასოციაცია შეისწავლის 4 ძირითად მიმართულებას. ეს არის კერძო ფონდები და კერძო კომპანიები, რომლებიც დაფუძნებული არის საქართველოს სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფოს თაყვანით ახორციელებენ სხვადასხვა საქმიანობას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს სხვადასხვა ფონდების საქმიანობაში. მეორე მიმართულება ეს არის თბილისის ფარგლებში გარევაჭრობის ნებართვების გაცემა და ჩვენ ასევე გვაქვს პირველადი კვლევა გაკეთებული და აქაც იკეთებიან გარკვეული პრივილეგირებული კომპანიები, რომლებიც არათანასწორ მდგომარეობაში აყენებენ სხვა კომპანიებს. ასევე მესამე საკითხი ეს იქნება მედია ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის შესწავლა და ანალიზი ახლად მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე და ბოლო საკითხი ეს იქნება თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების ბიზნეს ინტერესების ანალიზი.